ჯგუფური ძალადობის ამსახველი ეს ვიდეო მასალა დოლიძის ქუჩაზე გუშინ 15 საათსა და 33 წუთზეა გადაღებული. თავდასხმა საერთო გამაფრთხილებელი გაფრთხილების პარალელურად დაიწყო. მთავარი არხის მიერ გაშიფრულია ყველა ის პირი, ვინც თბილისში დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა. თბილისსა და რეგიონებში ხალხის წინააღმდეგ მოწყობილი სპეცოპერაციის მთავარი მოქმედი პირები მართველი გუნდის მაღალჩინოსნები და საჯარო მოხელეები არიან. არსებული ინფორმაციით ფიზიკურ ანგარიშწორებაში თბილისის მერიის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. კადრების გაშიფრის შემდეგ დავადგინეთ, რომ დოლიძის ქუჩაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდნენ. თბილისის მერიის თანამშრომელი ლუკა ბერბიჭაშვილი, თბილისის მერიის თანამშრომელი გია ზაქარაია, თბილისის მერიის თანამშრომელი თენგიზ პოპხაძე. საჯარო მოხელე თენგიზ პოპხაძე ის პირია, რომელიც გაფიცულ მოქალაქეებთან პირველი მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ადგილზე ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. სწორედ თენგიზ პოპხაძე იყო ის პირი, რომელიც აქციის მონაწილეების მისამართით განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. გაშიფრული და იდენტიფიცირებულია მთავარ მარხმა დაადგინა იმ პირთა ვინაობა, ვისაც ქართულმა ოცნებამ სახალხო მოძრაობის წინააღმდეგ თავდასხმები დაავალა. მთავარი არხის წყაროს ინფორმაციით საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს გაფიცულ მოქალაქეებზე თავდასხმა თბილისის მერიის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს დირექტორი დავით დოლიძე ხელმძღვანელობდა. ბატონ დავით ვეცებ. ვიცით რომ დავიცეთ, მაგრამ არ არის მერიაში და ძალიან დიდი ხანია შეხვედრაზეა უკვე. კი, დღეს არის. თენგიზ პოპხაძეს თქო. არც ერთი არ არის. ხო, თქვენი თანამშრომლები არიან ნამდვილად თენგიზ პოპხაძე, ლუკა ბერბიჭაშვილი. ხო, რამდენიმე ადამიანი მუშაობს სულმა. ყველასა არც, მაგრამ დავით დოლიძე და თენგიზ პოპხაძე რო არიან თანამშრომლები და დღეს ოფისში არ არიან. გიორგი გოგიაც თქვენი თანამშრომელი. ყველაზე არ მაქვს ინფორმაცია და რაღაც ნაწილი მუშაობს თქვენთან. რაღაც ნაწილი მუშაობს, რაღაც ნაწილი და ყველაზე ვერ დაგიდასტურებთ, იმიტომ რომ სტარი ინფორმაცია მოგაწოდოთ და მე შეცდომაში შეგიყვანოთ. თბილისის მერიის სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომლების გარდა დაპირისპირებაში გლდანის გამგეობის თანამშრომელი გიორგი გოგიაც მონაწილეობდა. წყაროს ინფორმაციით ისიც სხვა თავდამსხმელების მსგავსად წლებია ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ტიტუშკების რიგში ერიცხება. მთავარი არხის მიერ იდენტიფიცირებულია კიდევ რამდენიმე პირი, ერთ-ერთი ვინც მოქალაქეებს ქუჩა-ქუჩა ბეისბოლის ჯოხით დასდევდა ვასილ ბურდილაძეა. არსებული ინფორმაციით მისი ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში არიან დასაქმებულები. არა, ხუდაესა დავაპარაკებოდი. საერთოდ არ ვიცით ვინ არიან. 30 წელი შულაკავ ცხოვრობ და ვაფშე დღესაც უყურებდი, მეთქი ვინ ოხრები ერე. საერთოდ არ მინახია ეგ. რა უნდათ ამ ხალხთან? თავისით. აი რატო გამოგდავნა? კალათი მოძალადე საჯარო მოხელეები დღეს სამსახურში არ გამოჩენილან. თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ ინციდენტში სოციალური მზრუნველობის სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ, თუმცა ამბობენ, რომ დაპირისპირება მათ არ დაუწყიათ. როგორც ირკვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შემთხვევის ადგილიდან კამერების სრული ჩანაწერები ამ დრომდე არ ამოუღიათ. პოლიციელები ხომ არ იყვნენ კადრების ამოსაღებად გუშინ? ანუ არ დაინტერესებულა არავინ? ჩემს ყოფაში არ არის. გუშინაც თქვენი ყავით და გუშინ დღეს არავინ არ გამოჩენილა, ხო? დედაქალაქის გარდა ოცნების მიერ მართული ეგრეთ წოდებული ტიტუშკები გაფიცულ მოქალაქეებს ბათუმშიც თავს დაესხნენ. ძალადობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ ადგილი ჰქონდა როგორც ფიზიკურ, ისევე სიტყვიერ დაპირისპირებას. ერთ-ერთ პირს გაურკვეველი საგანი ეჭირა ხელში, რითაც აქციის მონაწილეებს უსწორდებოდა. შედეგად კი აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ფიზიკური დაზიანებაც კი მიიღო. მთავარ მარხმა გაარკვია, რომ თავდამსხმელი რუსეთის მოქალაქე იაკობ გრეგორევია, წარსულში კობა ხუნდაძე, რომელიც ასლან აბაშიძის მთავრობის დროს ბათუმის ვიცე-მერი იყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ კი მოსკოვში გადაცხოვდა და სახელი, გვარი და მოქალაქეობა შეიცვალა.
მომხდარ ანგარიშწორებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, თუმცა სამართალდამცველებს ამ დრომდე არც ერთი საჯარო მოხელე, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდა, დაკავებული არ ყავთ.